შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის რანგში მასპინძლობთ პაპსეკის საპარლამენტო ასამბლეას 67 ხდომას, რაც ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა არის. 10 ქვეყნის დელეგაცია შავი ზღვის აუზიდან ესწრება ჩვენს კონფერენციას. გვაქვს შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, ხაზი გავუსვათ ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის. რაც დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი რეგიონის, ფართო რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ გლობალური ორგანიზაციები დღეს ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, ხდება მათი ინსტრუმენტალიზაცია სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის დღის წესრიგისთვის, ამიტომ რეგიონულ ორგანიზაციებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ამ დროს და პაპსეკი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და მის საპარლამენტო განზომილება ამ მხრივ კარგი მაგალითია თუ როგორ უნდა ფიქრობდნენ ქვეყნები, პარლამენტები საკუთარი ხალხის ინტერესებზე და ფიქრობდნენ უპირველეს ყოვლისა საკუთარი ხალხის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. ასე რომ ვიხარია რომ მასპინძლობთ ამ ასამბლეას, ჩვენ ამავე დროს გადავცემთ თავმჯდომარეობას საბერძნეთს და უკვე შემოდგომაზე საბერძნეთში იქნება შემდეგი ასამბლეა, სადაც ჩვენც ვიქნებით წარმოდგენილი. გერმანიის ელჩთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ officially ოფიციალურ თანამდებობას ვით აღმოსავლეთ მოლდოვაზე მედათავა ისე ხშირად ალბათ ნიშანდობლივია რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე. ჩვენ ვნახეთ თუ ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არცემს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობასთან ახლდა. და ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, ქართული ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მithქვამს რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრია. მე იმედი მაქვს რომ მისი წასვლა იქნება საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს თუ რამხელა მადლიერება არის ქართულ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს. ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა მათ შორის ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა 3 წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართული სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ, რამდენი არის გამოწვევა სიძულვის ინა საჯარო სივრცეში, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ვიცით რომ შეიქმნა სამართლო, ამ სამართლოს შექმნის აუცილებლობა რამდენად იყო, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს პროცესი გამძლეობია და ახლაც მიდის. რამდენ ხედავთ დავამატებ თუ შეიძლება, ბოდიში 130-ზე მეტი საქმე არის უკვე განხილული, როგორც ცნობილია და რა არის ის საბოლოო შედეგი, სადამდეც ეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული. მიზანი არის ის რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს საღი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე. ლანძღვა გინება, უხამსობა, თავდასხმა, ვერბალური და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის
და ხელს უშლის საზოგადოებრივ პოლიტიკურ დისკუსიას და მსჯელობას და არის ბარიერი ამგვარი მსჯელობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს გარედან თავს აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს. და ჩვენ ნახეთ, ვინც ეწინააღმდეგება ამ გზას, პირველები ესენი არიან უცხოეთთან დაფინანსებული NGO-ები და უცხოური პოლიტიკური აგენტურა საქართველოში, რომელიც დემონსტრაციულად ასე ვთქვათ, ეწინააღმდეგება იმას რომ ლანძღვაგინება და უხამსობა არ იყოს საზოგადოებრივ დისკუსიაში იმუქრებიან სარჩელებით და ასე შემდეგ. რაც კიდევ ერთხელ ხას უსვამს თუ ვინ იყო შემომტანი აი ამ უხამსი ლანძღვაგინებაზე დამკვიდრებული პოლიტიკური დისკუსიისა საქართველოში ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებული მიდგომები, რომელიც აუცილებელია კიდევ ერთხელ ჩვენ მოვიცილოთ. ბატონო შალვა, გითხავთ, რომ გუშინ გაიმართა ქართული ოცნების ახალგაზრდული კონცეფცია, სადამაზეც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას იმისთვის, რომ მაშინ, როდესაც მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა, საქართველოს კონდეს არა იგივე გამოწვევები, რაც ვისი გადაბარებაც მოუწია მრავალთაობას ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ იყოს იმ წერტილზე, როდესაც უკვე შეეძლებათ ახალი ეტაპის დაწყება საქართველოს განვითარებაში და არა ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა დღეიდანვე ჩართული იყოს ყველა ამ დისკუსიაში და მინდა მადლობა გადაუხადო ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და რაც თავარია ღიად ყოველგვარი დახურული თემების თუ დახურული საკითხების გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მოიწვია ყველა ვის კი მზად იყო რომ და ვისაც ინტერესი ჰქონდა და იყო მზად რომ საღი დისკუსიის ნაწილი ყოფილიყო და ნახეთ ჩვენ ვაკვირდებოდით თუ რამდენად დიდი იყო ინტერესი ახალგაზრდულ ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობისა ამ ღონისძიების მიმართ, ამიტომ ეს კარგი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იყოს ინტენსიურად ჩართული პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დებატებში. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალ კონცეფციას, აი ამას როგორ ციფრული სისტემების მოხალისე ტაქსების გაფართოებაზე ასაკობრივად მნიშვნელობა არ აქვს აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება ამ ჯგუფების აგენტურა არის აგენტურა. პრობლემა არა იმაში არის, რომ ცუდი ტელეფონი აქვს ან აპლიკაცია არ უარგათ და სხვა ასეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. პრობლემა არის ფილოსოფიაში. როდესაც ემსახურები სხვას და არასაკუთარ ხალხს, იქ არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან და ეს არის მთავარი რაც რის ილუსტრაციაც მოხდა ბოლო პერიოდში მათი მხრიდან და ეს არის რაც დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. ასე რომ კი ბატონო შეიძლება გქონდეთ ბევრი აპლიკაცია და სხვადასხვა კორპორატიული დიზაინის გადაკეთებით იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ არაფერი არ შეიცვლება მათ არსში და ამიტომაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის პროცესი ილუსტრაციის, რომელიც მიმდინარეობს. ბატონ შალვა, დაპირისპირებაზეც გიხავთ ოპოზიციაში, ნაციონალურ მოძრაობაში არის შიდა დაპირისპირება და ასევე ალიანსშიც არა ერთიანობა, აი ცალკე ესეც მშობლი. თომარისაც ვაიმის გასწის. კიდევ ერთხელ აგენტურის ბრძოლის მთავარი мотиваცია არის თავის მოწონება მისთვის დავალებების მიმცემისთვის. ეს არის მთავარი კონფლიქტის საფუძველი, რაც კი არსებობს დღეს ამ აგენტურულ ჯგუფებში. ასე რომ ამას უნდა დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ ერთმანეთის მხილებას, ერთმანეთის დაჭმას. ჩვენთვის ეს მხოლოდ სასიამოვნო საყურებელია, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს ისტორიაში, როდესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლების მხილების პროცესი იყო, ყოველთვის ეს იყო მნიშვნელოვანი საწინდარი ქვეყნის გაძლიერებისა, ამიტომ ჩვენ სულად ამას ვაკვირდებით დღეს ამ აგენტურულ ოპოზიციაში, რომ ხდება ლუსტრაცია მთლიანად
მათი ქსელებისა თუ როგორ მუშაობს გარედან დაკვეთა პოლიტიკური თემებისა ქვეყნის შიგნით ასარებად. მორჩით ესე იგი. ხო.